დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე საქმის არსებითი განხილვა დაიწყო საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით, რომელშიც ბრალდებული არის გიორგი ბაჩიაშვილი და შოთა ქარუმიძე. მას გიორგი ბაჩიაშვილის დახმარებას ედავებიან და ის დანაშაულს აღიარებს. მიუხედავად ამისა, ის მაინც პატიმრობაში რჩება. ფორმალური პატიმრობა აქვს ასევე შეფარდებული გიორგი ბაჩიაშვილს, რომლის ადგილსამყოფელი პროკურატურამ არ იცის. დღეს ჩვენ ვერც შესავალ სიტყვაში მოვისმინეთ ვაჟა თოდუასგან, სად წავიდა გიორგი ბაჩიაშვილი დოჰას აეროპორტიდან და ვერც პროცესის დასრულების შემდეგ ჩვენი კითხვის საპასუხოდ ვაჟა თოდუასგან ვერ მოვისმინეთ, აქვს თუ არა დადასტურებით ინფორმაცია სახელმწიფო ბრალდებას სამთვიანი გამოძიების შემდეგ სად იმყოფება ახლა გიორგი ბაჩიაშვილი. დღევანდელ ხდომაზე მხარეებმა წარმოთქვა შესავალი სიტყვები, მომდევნო ხდომაზე ბრალდების მხარე დაიწყებს თავისი მტკიცებულებების გამოკვლევას, მათ შორის არის გიორგი ბაჩიაშვილის თანამზახველის აღიარებითი ჩვენება, რომელიც ადასტურებს თუ როგორ დაეხმარა გიორგი ბაჩიაშვილს, რომ გადაეკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარგარეთ კანონად, ასევე წარმოადგენელი არაერთი მტკიცებულება თუ როგორ გააკეთა გიორგი ბაჩიაშვილმა ავტომობილში სპეციალური სამალავი, ასევე წარმოადგენელია სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ადასტურებს ბრალდებულების ბრალდებულებას. დღეს მოვისმინეთ შესავალი სიტყვები, უკვე 29 მაისიდან დაიწყება მტკიცებულებათა გამოკვლევები, დაიკითხებიან მოწმეები, არაერთი მოწმე არის საქმეში და აქაც საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე, ასე ვთქვათ, რიგითობის პრინციპით ბრალდების მხარეთა მოწმეთა დაკითხვით გაგრძელდება სასამართლოს ხდომა. აქვს თუ არა სურვილი რომ ჩაერთოს დისტანციურად, ხო ისე? ამ ყველაფერს ნახავთ პროცესების მიმდინარეობის დროს. შემდეგი სასამართლოს ხდომა გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე 29 მაისს არის ჩანიშნული. ამ სასამართლო პროცესიდან უკვე მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება და ამ დროისთვის გამოძიებას საქმეში აქვს ჩადებული ვიდეო სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, როგორ ტოვებს გიორგი ბაჩიაშვილი საქართველოს ტერიტორიას, როგორ გადადის ის სომხეთის საზღვარზე, ასევე აქვს მოწმეთა ჩვენებები და მათ შორის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება, რა თქმა უნდა, არის შოთა ქარუმიძის ჩვენება, რომელიც გამოძიებასთან თანამშრომლობს და დანაშაულს აღიარებს.